ადამიანებმა უარის თქმა გადაწყვეტეს ოცნებებზე. იმდენად სხვებისთვის არარეალური იყო მათი ოცნებები. ბევრჯერ მასხრად აგდებული, დაცინულნი იყვნენ. ამის გამო გადაწყვეტეს ამ ტკივილისგან გაქცევა და უარის თქმა იმ მაგიაზე, რაც მისი იყო. დაგცინოდნენ, იმიტომ რომ ვერ ხედავდნენ თქვენ ოცნებას, თქვენ ხედვას. იმიტომ რომ ეს მათი არ იყო. ასევე თქვენს იმათმაც უარი საკუთარ ოცნებებზე, რა მათ არ დაცინოდნენ, რა მშობლები მასხრად არ იგდებდნენ, იმიტომ რომ მშობლებიც ვერ ხედავდნენ მათ ნიჭს, მათ ხედვას, იმიტომ რომ ეს მათი არ ყოფილა, არასდროს ყოფილა. ოცნებაზე უარის თქმა ნიშნავს შენ მისიაზე უარის თქმა, იმიტომ რომ არ არსებობს ხედვა, რომელიც მოვიდა და რეალობაში არ არის უკვე განხორციელებული. რომელიღაცა სხვა განზომილებაში შენ იმას არ აკეთებ, რასაც ბავშვობაში ხედავდი, რასაც ბავშვობაში ოცნებობდი. ოცნებები არ არსებობს, არსებობს მიზნები. უბრალოდ დაერქვა ოცნებები, იმიტომ რომ ადამიანებმა უარი თქვეს საკუთარ მისიაზე და დაიწყეს სხვების მისიის აღსრულება. იესოს გზა არ ყოფილა, რომ ეჩვენებია, რომ ის ღმერთია. იესოს გზა იყო, რომ ეჩვენებია, რომ ღმერთი თქვენ ხართ. იესო თქვენი სარკე უნდა ყოფილიყო. ანარეკლი უნდა აგერეკლად, უნდა სარკესავით ჩაგეხედათ და მივხვდარიყავთ, რომ როგორც მან გააღვიძა ღმერთი. ქალის მეშვეობით, დედის მეშვეობით, დედა რო ღმერთი არ გამختارიყო, შემოქმედი, თავად ვერ გახდებოდა ღმერთი. ეს სოდნა მარიამისგან გაზიარდა. აგვავიწყეს ქალებს. ქალები ფილოსოფოსები, მასწავლებლები იყვნენ, რა სოკრატეს ვის ნასწავლიდა. ქალი ისტორიამ, რელიგიამ წაშალა. ქალის კვალი. დაგვავიწყა ვინ ვიყავით. და ამიტომ შემოქმედებითი სამყარო გახდა მტაცებლური, შიშზე აგებული, ქაოსზე აგებული, დომინანტობაზე აგებული. თუმცა ახლა ყველაფერი იცვლება. ქალი იხსენებს, ქალმა უნდა გაიხსენოს ვინ არის და გაზიარდეს ეს ცოდნა კაცში, რომ ცველი კაცი გახდეს ჭეშმარიტად მცველი ქალის სინათლის და ერთად სასწაულებს შექმნიან. მატრიცას იდეა რა არის? ის არის, რომ ნეო გადაარჩინა ყველაფერი, ნეო გახდა არა. თავარი აზრი ის არის, რომ გაიღვიცა მორჩილებიდან შემოქმედებაში გადავიდა, შიშიდან უპირობო სიყვარულში გადავიდა, მიმღებლობაში გადავიდა, საკუთარი თავის მიმღებლობაში გადავიდა. უარი განაცხადა იმაზე, რაც მისიდან გადაახვევინებდა. ეს ფილმები, Netflix-ი, პოლიტიკა, სასმელი, ესე შემდეგ ყველაფერი ზუსტ იმიტომ არის ჩაწყვეტებული, იმიტომ რომ შემოტანილი, რომ ვერ მიხვდეთ, რომ 24 საათი სკროლოთ, რომ ვერ მიხვდეთ რეალურად ვინ ხართ. რომ იმუშაოთ სხვებზე, სხვების ოცნებები აასრულოთ და უარი თქვათ თქვენ მაგიაზე, თქვენ ოცნებებზე. რომ ვერ გაიხსენოთ, რომ თავად ხართ სასწაულმოქმედი. რომ არ უყუროთ ისეთ ადამიანებს, ვინც ტკივილი უპირობო სიყვარულად აქცია. იესო იყო მოსული. რომ ეჩვენებინა სარკე გამختارიყო თქვენი. იესოს თავარი იდეა რა იყო? აპატია სამყაროს. აპატია ყველას. დედამისმა ბოსელში გააჩინა, ადამიანმა არ მიიღო. სანამ სასწაულების მოხდენა არ დაიწყო, ვერავინ ვერ ხედავდა თითქმის მას. ანუ მასა ვერ ხედავდა, ხო?
აპატია ხალხს გაუგო მე რა დაბნეულები არიან მე რა და გახდითო სარკე მე ვარ თქვენი სარკეო და არა ის რომ მე ვარ ღმერთიო ეს რელიგიამ გადმოგცათ შეეშინდათ მაშინ როგორ ხა ემართათ ადამიანები ყველა რო ღმერთი გამხდარიყო ყველა რო უპირობო სიყვარულს ჩავარდნილიყო მაშინ რელიგიას ვისი მართვა მოუწევდა ვეღარ იმართებოდა ვერავინ ყველა შემოქმედი გახდებოდა სამყარო დედამიწა სხვა ვიბრაციაზე აიწევდა არ იყვნენ მზად ამიტომ იესოს სიტყვები სხვაგვარად გადმოგცეს გითხრეს რომ ამბობდა რომ ის იყო ღმერთი თქვენ კიდე უნდა გიყვარდეთ ის გესმოდეთ მარტო ის ანუ ვინ რელიგია მამაები მე რა ხა ეს იმას არ ნიშნავს რომ არა გავუგოთ მათ შიშიდან იმართებოდნენ იმართებიან დღემდე მე რა ეს მათი არჩევანია და რა არჩევანია თქვენი აი ესეთი იდეა ბევრ ფილმში არის მატრიცა იმიტომ არის ესეთი გენიალური იმას კი არ გეუბნებათ რომ ნეო არის ის გადამრჩენელი არა მან საკუთარი თავი გადაარჩინა ამ ილუზიიდან გამოიყვანა აღარ აძლევდა სხვას უფლებას რომ ილუზიაში ყოფილიყო ღმერთი გააღვიძა მასში საკუთარი თავი შემოქმედი გახადა და სარკე გახდა სხვებისთვის რო ყველა მიმხვდარიყო რა ილუზიაში ცხოვრობენ რომ სხვის ოცნებებს ასრულებენ და დროა გაიხსენონ ოცნებები და დაიწყონ მისი აღსრულება ეს არის თავი იდეა იესო მატრიცა ასე შემდეგ ცოდეთ პოსტში დავწერე და კიდე ვიტყვი არ უსმინოთ არავის არ დაუჯეროთ ეს მკურნალი ერთადერთ ანუ ჩვენ ერთმანეთის მასწავლებლები არ რა უნდა ვისწავლოთ ერთმანეთისგან ცოდნა ისედაც ჩვენში არის ჩვენ უბრალოდ სარკე უნდა გავხდეთ ერთმანეთისთვის ერთადერთი ვინც უნდა შეცვალოთ არის ჩვენი საკუთარი თავი უბრალოდ ეს გავაზიაროთ ანუ სარკე რომ მე თუ შევძელი მე თუ ტკივილი უპირობო სიყვარულად გარდავქმენი ესე იგი შენ შეგიძლია ერთმანეთს ჩვენ არ ვკურნავთ ჩვენ უბრალოდ ვახსენებთ რომ მკურნალი საკუთარი თავის თავად ვართ ვახსენებთ რომ რეალური მასწავლებლები ფიზიკურ მასწავლებლებს ტკივილის მასწავლებლებს თუ არ ჩავთვლით მასწავლება არის ტკივილიანი და უპირობო სიყვარულითაც ხდება ხო უპირობო მაღალ ვიბრაციებში თუ ხარ ეს სხვა სწავლება არის გასწავლიან ანგელოზები გზამკვლევები აი ეს უნდა გავახსენოთ ერთმანეთს რომ უხილავი მასწავლებლები გველოდებიან ავწიოთ ვიბრაციები საოცრებები მოხდება ღმერთო როგორ მჯერა თქვენ ვიცი რომ გაიხსენებთ ვინ ხართ თქვენ ღმერთი ხართ ღმერთი ტაძარი ეს ტაძარი ამაღლეთ ვიბრაციები ამ ტაძარში სასწაულები მოხდება თქვენ ხო სასწაული ხართ ხედავთ